ობრის თემა ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში და რა თქმა უნდა კონტექსტი არის მამლუქები და ნაპოლეონი. მათი ურთიერთდამოკიდებულება ქართული ფაქტორი და ნაპოლეონის ფაქტორი. ამ თემაზე ძალიან ბევრი დაწერილა, შესწავლილა, მაგრამ ძირითადად აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა ისეთ რაღაცებზე, როგორც იყო მაგალითად ნაპოლეონის პირადი მცველი ვინმე რუსტამი, რომელსაც თulidan რაზმაზეთ რაც ისულელია, საერთოდ ქართველიც არ იყო რუსტამი. წარმოშობით რაც მისი მემუარებიდან ჩანს. ასევე ვთქვათ, ქართველების გმირულ ბრძოლაზე, აქ არის საუბარი იბრაჰიმ ბეგის და მურად ბეგის პირამიდებთან ბრძოლაში, შემდგომში თანამშრომლობაზეც ნაპოლეონთან და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფრიდან იკარგება ის მთავარი კონტექსტი და ის მთავარი თემები, რაც აი იმ პერიოდში იყო ყველაზე მთავარი და აქტუალური, რაც ვერ გამოიყენა თვითონ ბონაპარტმა და რაც სხვათა შორის ქართული სამყაროსთვის არანაირი მოგების მომტანი არ გამხდარა და პირიქით ძალიან სერიოზული შესაძლებლობები გაგვაშვებინა ჩვენს ხელიდან და თვითონ ცნობილ კორსიკელსაც. რას გულისხმობ? ისტორიულად საფრანგეთის მთავარი პარტნიორი ისლამურ სამყაროში მოყოლებული მე-16 საუკუნიდან მაინც იყო ოსმალეთი. მეტიც კარდინალი რიშელი, რომელიც კათოლიკე იყო, მოგეხსენებათ კათოლიკე კარდინალი იყო, ამჯობინებდა საღვთო რომის იმპერიის და იმპერატორის წინააღმდეგ, თქვათ, ალიანსში შეეკრა ოსმალეთთან და უშუალოდ ოსმალეთის სულთანთან. სანაცვლოდ და საპირისპიროდ ამისა, ოსმალეთის დაუძინებელი მტრის შიიტური ირანის პარტნიორი უკვე მე-17-მე-18 საუკუნის მიჩნდნენ ჯერ არიან ნიდერლანდელები და მერე ძალიან ინტენსიურად ბრიტანელები. მე-18 საუკუნე ეს არის ირანში, ისე როგორც ინდოეთში ბრიტანეთის დომინაციის პერიოდი. და ესეთ შექმნილ ვითარებაში რევოლუციურ საფრანგეთს, რომლის მოწინააღმდეგეც იყო ბრიტანეთი, რომელსაც მიზნად ჰქონდა, რომ ევროპიდან ინდოეთამდე გზა მოეჭრა ერთგვარად ალტერნატიული თავის მხრიდან კონტროლირებადი გზა გაეხსნა ინგლისელების საპირისპიროდ. ანუ წითელი ზღვა გაეკონტროლებინა. აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ანტიბრიტანულ ძალას შეჰკრო და ალიანსი დაედო საფრანგეთს და ის ეწარმოებინა საქმე, რომ ეს ყველაფერი, ეს ოპერაციები მარტო სამხედრო გმირული ბატალები არ ყოფილიყო და დამთავრებული იყო მართლაც სერიოზული გეოპოლიტიკური და გლობალური პოლიტიკური შედეგით. ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და აი პირდაპირ ჩამალული იარაღი იმ აღმოსავლეთის, იმ დროინდელი აღმოსავლეთის რეალობაში იყო ქართული ფაქტორი. რას გულისხმობ? 1780-იანი წლებიდან 1810-იან წლებამდე თვითონ ოსმალეთისგან ფაქტობრივად აბსოლუტურად დამოუკიდებელ ჰერაყ სირიასა და ეგვიპტეში მართველობდნენ და ხელისუფლება ხელში ჰქონდათ ქართველებს. კერძოდ, ნაპოლეონის ლაშქრობის დაწყების წინ თვით ოსმალეთის დიდი ვეზირი, სარდალი, სხვათა შორის აბუკირის კონცხთან გამართული ბრძოლის მონაწილეს და მერე ნაპოლეონის არმიის დატყვევების მონაწილეც ეს არის ბრმა იოსები, გიორ იოსუფი, ქართველი, რომლის ქართველობაც ოსმალურ ნებისმიერ ევროპულ წყაროში ცალსახად არის ხაზგასმული. ცალთვალა ბრმა გენიალური სარდალი, იმ პერიოდის ოსმალეთის სინამდვილეში ყველაზე სერიოზული გენერალი. და ამავდროულად რასთავარია პირველი მინისტრი, ვეზირი, რომელსაც მე-18-მე-19 საუკუნის მიჯნაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ოსმალეთისა გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე თვით სულტანს. ამ დროს შევხედოთ ეგვიპტეს. ეგვიპტეს მართავს იბრაჰიმ ბეგს ინჯიკაშვილი, რომელზეც ჩვენ მონათხრობი გვაქვს თვით მარტყოფის ტაძარი აქვს აშენებული და მურად ბეი, ორივე ქართველი. და ავიღოთ ერაყი. ერაყს დაახლოებით 100 წლის განმავლობაში მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მამლუქური დინასტია მართავდა და რა თქმა უნდა ყველანი ისინი ქართველნი იყვნენ. მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო სულეიმან ბიუიკი, რომელსაც ქართულად ეწოდება სოლომონ, სულეიმან დიდი. ეს იყო ერაყის ისტორიაში ყველაზე დიდებული პიროვნება, რომელმაც რეალურად არათუ ჩამოაყალიბა, არამედ იმდროინდელ აღმოსავლეთში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია ფორმალურად ოსმალეთის ვასალი ერაყი. და ნახეთ რა არის, რომ სამივე ეს პიროვნება არის ქართველი, ანუ იბრაჰიმ ბეგიც, დიდი ვეზირიც ოსმალეთის და ერაყის მმართველიც.
სამივეს და მურადბეგსაც თავისთავად მეოთხე ეგვიპტეში მოღვაწეს პირდაპირ კავშირი აქვს საქართველოსთან. სხვათა შორის ნაპოლეონის ლაშქრობის წინ გარდაიცვალა ერეკლე მეორე და ჯერ კიდევ საქართველოს სერიოზულ ანუ ქართლ-კახეთის სამეფო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის 50%-ზე მეც აკონტროლებს. ეს ძალიან სერიოზული ქვეყანაა ჯერ კიდევ. და ამ პერიოდში შენ რომ მოდიხარ და ეძებ დასაყრდენს. რა თქმა უნდა ლოგიკური იქნებოდა ქართულ მამლუქურ მეცაც გეტყვით იანიჩარულიც. იმიტომ რომ ამ პერიოდის იანიჩარებში ძალიან ბევრი ქართველი იყო. იმიტომ რომ ვინც კონსტანტინოპოლში წინააღმდებოდა იანიჩარი იყო და მხოლოდ ამ ამბების მერე გაუკვდება ოსმალეთში იანიჩართა корпуსი. აი ამ ფენომენთან ალიანსის შეკრა, რომელიც რეალურად აკონტროლებდა სიტუაციას, რომელიც რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა თქვა თვითმიზნად რო ქონდა კაც გახვდარი ესეთი პრო-ანგლული და პრო-ინგლისელი და ყველანაირი შანსი იყო რომ ნაპოლეონი თუ მოუძებნიდა უпроსორად დირექტორიის ადმინისტრაცია საფრანგეთის მაშინდელი ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა ნაპოლეონის არმიაშიც არაერთი დიპლომატი იყო მეცნიერი იყო საერთო ენას თუ გამონახავდნენ სავსებით რეალური იყო რომ ოსმალეთი თავისი ერაყით და ეგვიპტით თეორიულად ვიზახი საფრანგეთის მხარეს აღმოჩენილიყვნენ და ამავდროულად სერიოზული დასაყრდენი გასჩენოდათ კავკასიაში რომელიც ამ პერიოდში საქართველოს გულისხმობ, თბილისის გულისხმობ, ევროინტეგრაციას ფიქრობს, ცდილობები აქვს, მანამდე ჩავარდნილი აქვს ტრაქტატი ბრიტანეთთან, ნუ გასაგებია სხვადასხვა მანიპულაციების და რუსეთის სპეცსამსახურის საქმიანობის გამო, მაგრამ ამის ცდილობა ჯერ კიდევ 1792-ში ჰქონდა. ტრაქტატის ცდილობაც გარკვეულწილად იყო ევროინტეგრაციის ცდილობა და ეხლა გამოდის ახალი ძალა საფრანგეთი, ხო? რომელსაც სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში ძალიან ცოტა ხანში ძალიან დიდი კეთილშობილებით შეხედავს ერეკლე პირველი შვილიშვილი და დიდი პატივისცემით ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც მას წმინდანებს ადარებს, იმიტომ რომ ქრისტიანობა აღადგინაო რევოლუციურ საფრანგეთშიო და ეკლესია დააბრუნო და ასე შემდეგ. ანუ პროფრანგული განწყობები არსებობდა ქართულ სამყაროში. მაგრამ ნაპოლეონი მიდის აბსოლუტურად სხვა გზით. ის უპირისპირდება მამლუქებს ჯერ ეგვიპტეში და ბეჭდავს პროკლამაციებს აქვეყნებს, რომ თავისუფლება არაბებს ძირს ოსმალები, ძირს რა ქვია დამპყრობელი მამლუქები. ეს ისეთი ლოზუნგებია, რომელიც დღევანდელ დღესაც კი არ ესმით კარგად ეგვიპტეში და ჩვენ ყველას გვახსოვს ის ფერადოვანი რევოლუციას. მერე ამერიკა იძულებული გახდა, რომ ისევ სამხედრო დიქტატურისთვის დაეჭირა მყარი და მისი მმართველობა დაეშვა ეგვიპტეში, იმიტომ რომ სხვაგვარად შეიძლება ტერორისტულ ორგანიზაციად გადაქცეულიყო გლობალურად მთლიანი ეგვიპტე. და თქვენ თავად განსაჯეთ 200 წლის წინ 220 წლის წინ თუ რა სიტუაცია იყო ეგვიპტეში აბსოლუტურად გაუგებარი გახდა და დარჩა ეგვიპტის მთაში მცხოვრები არაბებისთვის, არაბულენოვანი მოსახლეობისთვის ნაპოლეონის ლოზუნგები. საერთოდ არ შეეხო კოპტებს, არადა 30% ქრისტიანი კოპტი იყო. ესეც გაუთვალისწინებელი, ხო თქვა დასაყრდენად რომ ამ ხალხის ზევნა დაეწყო. და ვინც მართლა სიტუაციას ქმნიდა, აკონტროლებდა მამლუქები, ისინი პირველ მტერად გამოაცხადა. ვისთვისაც ეს შეიძლება საინტერესო ყოფილიყო იმ პერიოდში, იყო ოსმალეთი, მაგრამ ოსმალეთიც მტრად გამოაცხადა. და რეალურად ისე დააჯგუფა რა ოსმალეთი, მამლუქები იმ ბანაკში, სადაც იყო დიდი ბრიტანეთი. სადაც თქვათ ფლოტს მართავდა ჰორაციო ნელსონი და მიიღო კიდევაც შედეგი. ეს იყო აბუკირთან მარცხი, შემდგომში ნაპოლეონი 99-ში მორბის საფრანგეთში რომ სიტუაცია ხელში აიღოს და თქვათ ცნობილი ნოემბრის ან თვრამეტ ბრიუმერის გადატრიალება განახორციელოს და გახდეს კონსული. სხვათა შორის ამასობაში ზუსტად მისი ეგვიპტეში ყოფნის დროს ზიგი საფრანგეთმა იმდენ იქნა რომ ბრიტანეთის დაუძინებელი და მიუღებელი მტრები საავტომატის იმპერიაც და რუსეთიც პირიქით იგივე ბანაკში აღმოაჩინდა და იტალიაში ნაპოლეონის დაპყრობილ იტალიაში ისე იმოქმედა ამ საავტომატის არმიამ რომ რეალურად ანუ ავსტრიასაც მერე ვეძახდით და დავარქმევთ 1806-ის მერე გაყარა ფრანგები და შედეგად მივიღეთ ძალიან მარტივი სურათი. ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგად საფრანგეთი დარჩა აბსოლუტურად მარტო დანარჩენ სამყაროსთან. ისინი ვინც მტრები იყვნენ ბრიტანეთის ნაწილობრივ ან მთლიანად ბრიტანეთის პარტნიორებად გადააქცია. როგორც ქართველი მამლუქები,
ისევე ოსმალეთის ადმინისტრაცია. აღარაფერს ვამბობ, როგორც თქვით, იგივე რუსეთის ხელისუფლებაზე იმ პერიოდის. მან არათუ ხელიდან გაუშვა წითელი ზღვის გაკონტროლებისა და ინდოეთის ოკეანემდე და ინდოეთამდე მისასვლელი გზები. ამ ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო, რომ ამიერიდან აღარ ასოდეს ოსმალეთი, ანუ შემდგომდროინდელი თურქეთი საფრანგეთის პარტნიორი აღარ ყოფილა. ამ ლაშქრობის შედეგი იყო, რომ არაბულ სამყაროსთან საფრანგეთმა დაკარგა ნდობა და დიალოგის უნარი. და სხვათა შორის ეს თავს იჩენს შემდგომშიც 70 წლის მერე, როდესაც ნაპოლეონ მესამე დამარცხდება პრუსიასთან ბრძოლაში, მაშინ თქვათ სუეცის არხი ფრანგების გამყვანილი იყო და მთავარი მოცილე და მეპატრონე საფრანგეთი იყო. მაგრამ თითქმის უსასყიდლო და უომრად არხიც და მისი კონტროლიც არაბებისა და ოსმალეთის ძალისხმევით გადავიდა ბრიტანეთის ხელში. და აი ამ ყველაფრისაც მერე მოხდება, ხო? 70 წლის შემდეგ ფესვები და ძირი იმ შეცდომებშია საძებარი, რომელიც ნაპოლეონმა განახორციელა. ანუ ერთი შეხედვით ის ძალიან რომანტიული ბრძოლა, რომელსაც თქვა ნაპოლეონი ატარებს პირამიდებთან, მეორე კუთხი და მეორე ხედვით წმინდა სამხედრო პოლიტიკური გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იყო კატასტროფა და იმ პერიოდის საფრანგეთის გეოპოლიტიკური და ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკური აზროვნების სიმცირის დასტური. რაც შეეხება თავად მამლუქების ბედს, გნებავთ ოსმალში იანჩარების ბედს, სხვათა შორის ნაპოლეონის ლაშქრობამ ბიძგი მისცა ერთ პროცესს, რომელიც საკმაოდ სავალალოდ დამთავრდა, ანუ ქართული ფენომენისთვის, როგორც ერაყში, ისე ეგვიპტესა და ზოგადად ოსმალეთში. ჯერ ხელისუფლება დაკარგეს ეგვიპტეში ქართულმა მამლუქებმა და ალბანელმა მუხამედ ალმა იყო. შემდგომში იგივე გამეორდება უკვე 20-იან წლებში ერაყის ტერიტორიაზე, როდესაც დაუდ-ფაშა მანდელაშვილი დაკარგავს ხელისუფლებას და ამის პარალელურად მოხდება საერთოდ იანიჩართა კორპუსის დემონტაჟი სტამბოლში, კონსტანტინოპოლში და კი ბატონო, შემდეგაც ხედავთ ჩვენ ქართველებს იქ ასე ვთქვათ, პორტასთან და სამეფო კარზე, მაგრამ ესეთი სეგმენტები, რომლებიც ვთქვათ, ქართულ საქმეს აკეთებდნენ ელემენტარულად, ჯვრის მონასტერს მფარველობდნენ, ათონის მონასტერს მფარველობდნენ, ამას თუ დავივიწყებთ ქართული მამლუქების, ვთქვათ, ხვედრს ქართული სიწმინდების შენახვაში, ეს პანჯარა საქართველოსთვის დაიხურა, ეს წიგნი გადაფურცული იქნა და 1801 მერე საქართველოს რუსულ სივრცეში აღმოჩნდა, მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგა.